ჩვენ ამის შემდეგ დაახლოებით 1 წელი ვცხოვრობდით სვანეთში. შემდეგ უკვე შეუძლებელი იყო იქ ცხოვრება. წლის თავამდე ქალბატონი დოდო აზუსტებს, წლის თავამდე დარჩით ადგილზე. დარჩით სვანეთში. თუმცა შეუძლებელი იყო იმ პირობებში ცხოვრება. ერთი სახლი მთლიანი დამწვარი იყო, ცხადია, იქ ვერავინ ვერ იცხოვრებდა, რაც შეეხება მეორე სახლს, უკვე ბავშვები ვიყავით, იყო მთლიანად დაცხრილული და ყველგან იყო ნატყვიარები. შემდეგ მეზობლებმა აღადგინეს დროებით ეს ფანჯრები და კარები, რომ დასახურავი, რომ ცოტა ხანს გვეცხოვრა იმ სახლში. დავრჩით ესე ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ პატარა ბავშვები, დედაჩემი, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები შეიქმნა ამ დღის შემდეგ. და ბებია. დანარჩენი ოჯახის წევრები, მამაკაცები, ვინც ცოცხალი გადარჩნენ, დააპატიმრეს, როგორც მოგახსენეთ, ომეხი და შმაგია ფრესიძე. მიუსაჯეს პატიმრობა 18 წლით და 20 წლით, მათ ცხადია უკანონო პატიმრობაში იყვნენ ისინი წლების განმავლობაში. რაც შეგვეხება ჩვენ, შემდეგ უკვე გადმოვედით სვანეთიდან საცხოვრებლად ნათესავთან, მათ სახლს შევაფარეთ თავი და ეს არა წალკის რაიონში, ბებიას ძმა ცხოვრობდა იქ და იქ შეგვიფარეს. ეს გავაგრძელეთ ასე თუ ისე ცხოვრება, თუმცა პარალელურად ამ სპეცოპერაციის საშინელება არ იკმარეს, რაც გადაგვატანინეს და ამის შემდეგ დაიწყო კიდევ უფრო მძიმე პერიოდი, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ბავშვები ვიყავით, მამა ჩემი ციხეში იყო, ბიძა ჩემი ციხეში იყო და მათ მიმართ ხორციელდებოდა მუდმივად არაადამიანური მოპყრობა. აბსოლუტურად ყველა მათი უფლება დაირღვა დაკავების მომენტიდან. როგორც გითხარით, ისინი უკანონო პატიმრები იყვნენ. იქამდე არავითარ დანაშაულში ისინი ბრალდებულები არ იყვნენ, არც შმაგი და არც გოჩა. ამ სპეცოპერაციის მომენტში ისინი დააკავეს და იმისთვის, რომ ეს სპეცოპერაცია გაემართლებინათ, ნაციონალური მოძრაობა, გიორგი ბარამიძე და სხვა ხელისუფლების წევრები მუდმივად ცდილობდნენ იმას, რომ აფრესიძეები შეერაცხათ დამნაშავეებად. იგონებდნენ სხვადასხვა დანაშაულებს და აბრალებდნენ ჩვენს ოჯახს. ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მიზანიც ის იყო, რომ იმ პერიოდში არსებული გაუხსნელი დანაშაულები ვინმესთვის დაებრალებინათ და ამისთვის სწორედ ჩვენი ოჯახი აირჩიეს და იყო გარკვეული დანაშაულები, რომლებსაც აბრალებდნენ, მაგალითად კალაძის გატაცებაში და დანაშაულეს თავდაპირველად ასევე გოგინაშვილის კი ბატონო კახა კალაძის ძმის გატაცებაში და ასევე გოგინაშვილის გატაცებაში და იყო კიდევ სხვა პატარა ბავშვი იყო, რომელიც ასევე იმ პერიოდში კი ბატონო სამწუხაროდ ამ დანაშაულებს აბრალებდნენ, თუმცა საბედნიეროდ მათი უსამართლო გამოძიების ფარგლებშიც კი ვერ დაადასტურეს ეს, რომ რაიმე შემხებლობა ჰქონდათ ჩემს ოჯახის წევრებს ამ დანაშაულთან და უკვე მოგვიანებით იპოვეს კალაძის ძმის გამტაცებლებიც და ვერ შეძლეს, რომ ეს დანაშაული დაებრალებინათ საბოლოოდ აფრესიძეებისთვის და კიდევ რასაც მინდა ხაზი გაუსვა არის, რომ ჩვენს ოჯახში სპეცოპერაციის დღესაც და სპეცოპერაციის დღემდეც ცხოვრობდა რუსი ეროვნების მამაკაცი, რომელიც თავს აფარებდა ჩვენს ოჯახს, მუშაობდა ჩვენთან წლების განმავლობაში. ამ სპეცოპერაციის დღეს დააკავეს ისიც ვლადიმერ მურავიოვი იმ ბრალდებით, რომ ვითომ იყო აფრესიძეების ოჯახის ეგრეთ წოდებული სნაიპერი და სპეცოპერაციის დროს ვითომ წინააღმდეგობას უწევდა ვინმეს, ესეთი ბრალდება ჰქონდა მას წარდგენილი და
ეს ადამიანი შემდგომ გამოიყენეს იმისთვის, რომ ცრუ ჩვენებები მიიღოთ კალაძის ძმის გატაცების საქმესთან დაკავშირებით და გოგინაშვილის გატაცების საქმესთან დაკავშირებითაც არის კადრები, ჩვენებები მისი, სადაც ის ამბობს, რომ ვითომ დაინახა ამ სახლში ეს გატაცებული პირები, რაც შემდეგ დადასტურდა, რომ ასე არ იყო და ნათელი გახდა